სადგურ უნივერსიტეტში ყველა სამშენებლო სამუშაო დამთავრებულია. დასრულების ფაზაშია მოპირკეთებითი სამუშაოები. ძირითადი რელსი და მესამე საკონტაქტო რელსი დამონტაჟებულია. ყველა დენის წყარო შემოყვანილია, რომელიც უზრუნველყოფს მატარებლის მოძრაობას და ამ სადგურის ფუნქციონირებას. ეს ყველაფერი უნდა მოვიდეს თავსებადობაში დანარჩენ სადგურებთან. რაც ეხლა მიმდინარეობს ეს სატესტო რეჟიმი. დამონტაჟებული არის უცხოური წარმოშობის დანადგარები, ანუ არის შემოსული ის დანადგარები, რაც დანარჩენ 22 სადგურში საბჭოთა კავშირის დროს იყო სხვა. ეხლა მოდის ამ ორი მექანიზმის თავსებადობაში მოყვანა და მიმდინარეობს ამ მთლიანად სისტემის აწყობა. ამის გარდა აქ არის ვენტილაციის საკითხები გასავლელი, არის გასავლელი სადრენაჟო საკითხები. ისე რომ ეს ყველა სამსახური, რომელთანაც ჩვენ მუშაობთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, არის თანხმდროში და წვრილ-წვრილ შენიშვნებია თუ რაღაცა თავისი მოსაზრებები აქვს, ჩვენ ერთად უწყვეტავთ ყველა ამ საკითხს დადებითად. მატარებელს ვაპირებთ დაახლოებით 2-3 კვირაში შემოყვანას და იმის მერე მოხდება უკვე განხილვა, როგორ ჩაივლის ეს პერიოდი. ჩვენ ვიყვებით მეტროსადგურ უნივერსიტეტის გასასვლელში, ეს მიდის ჩიხებისკენ ეს გზა და კამერა 2 ქვია ამას, სადაც მოხდება მატარებლის მობრუნება. დღესდღეობით რა პრობლემას დგას მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, სადაც არის ცალმხრივი დელისიდან ვაჟა-ფშაველა და პირიქით. აქ ეს პრობლემა იქნება მოხსნილი. შემოვა აქ მატარებელი, არის გაკეთებული საისრე გადამყვანები, როგორც ჩათვის დისპეჩერი ან გაუშვებს ჩიხისკენ მატარებელს, ან მოუტრიალდება და გადმოვა მარჯვენა გადასარბენ გვირაბიდან მარცხენა გადასარბენ გვირაბში. და ჩვეულებრივად გააგრძელებს გზას უკვე სადგურ ვაგზლის მოედნამდე. ისე რომ პრობლემა დელისიდან ვაჟა-ფშაველამდე, ვაჟა-ფშაველიდან უნივერსიტეტის სადგურზე იქნება მთლიანად აღმოფხვრილი. იმუშავებს ორივე გვირაბი მთლიანი დატვირთვით.